საქართველოს ხელისუფლების მოქმედებიდან გამომდინარე 10 ჩანს თუ საითკენ მიექანება საქართველო. ეს ემსგავსება ნელ-ნელა ტერიტორია, სადაც მხოლოდ პაპუასები ძოვენ სამწუხაროდ. ზუსტად ამიტომ მოვედით, რომ ვურჩიოთ მასაც და მოვთხოვოთ კიდევაც, რომ გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველო გადაიყვანოს უკვე სხვა რელსებზე, რასაც ქვია დემოკრატიის რელსებზე, იმიტომ რომ დღეს საქართველოს დემოკრატიის პულსი არ ეზომება. სუერდებიან ქართველი ექიმებიც, მედიკოსები ამ წუთებში თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან იკრიბებიან ათონელის რეზიდენციასთან მისული ექიმების მთავარი სათქმელის მთავარი ადრესატი სალომე ზურაბიშვილია. ჟანა აკოფაშვილი იმყოფება ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ის ჩაგურთება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ხდება ამ წუთებში იქ. დიახ, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის მესამე პრეზიდენტის შეწყალების და საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან. აქ ადგილზე იმყოფებიან ქართველი ექიმები, რიგითი მოქალაქეები, პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. სოლიდარობის აქციაზე მოსული ადამიანები ამბობენ, რომ ახლა სიჩუმე და უმოქმედობა არის დანაშაული და ქართულმა ხალხმა საქართველოში აღარ უნდა დაუშვას პრეზიდენტის მკვლელობა. როგორც ხედავთ თქვენ, აქ ადამიანები სოლიდარობის აქციაზე მოსული ადამიანები მოსულები არიან პლაკატებით თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს და ასევე მთავარი სათქმელიც არის ის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უნდა გადარჩეს. აქციის მონაწილეები საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ გადადგას კანონით მინიჭებული უფლება, გამოიყენოს კონსტიტუციის მინიჭებული უფლება, გადადგას ისტორიული შანსი და დაუყოვნებლივ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ექიმები განსაკუთრებით მოვითხოვთ ჩვენი პაციენტის უფლებების დაცვას, ვინაიდან ყველა კანონი დაწყებული კონსტიტუციით და დამთავრებული საერთაშორისო კონვენციებით ამ ადამიანთან მიმართებაში ირღვევა. პაციენტი ხელში გვაკვდება. ამდენად მოსახლეობასაც მოუწოდებთ უფრო მეტი აქტივობისკენ, რომ დავიცვათ მეორე პრეზიდენტი მაინც გავიღვიძოთ და დავიცვათ მისი უფლებები, ვინაიდან ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ტრაგედია და არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახისთვის. დღეს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებიდან გამომდინარე 10 ჩანს თუ საითკენ მიექანება საქართველო. ეს ემსგავსება ნელ-ნელა ტერიტორია, სადაც მხოლოდ პაპუასები ძოვენ სამწუხაროდ. ზუსტად ამიტომ მოვედით, რომ ვურჩიოთ მასაც და მოვთხოვოთ კიდევაც, რომ გამოიყენოს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ საქართველო გადაიყვანოს უკვე სხვა რელსებზე, რასაც ქვია დემოკრატიის რელსებზე, იმიტომ რომ დღეს საქართველოს დემოკრატიის პულსი არ ეზომება. რატომ სალომესთან? იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადაწყვიტოს ბოლოს და ბოლოს რომელ მხარეს არის. მას აქვს კონსტიტუციური უფლება-მოსილება გადაარჩინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და გამოიყენოს ეს კონსტიტუციური უფლება-მოსილება. არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც 30 წელი გვაქვს ჩვენ დამოუკიდებლობა მიღებული, ორი პრეზიდენტი კვდებოდეს. აი ეს არის მთავარი გზავნილი და აი ამიტომ სალომე ზურაბიშვილთან. დღეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ამ ქვეყნის ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული და ქვეყანას დაამსგავსა და რომელსაც ჭირდება გადაუდებელი მკურნალობა უცხოეთში, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს, იმიტომ რომ სირცხვილია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი პუტინის საამებლად მოკლან ციხეში. ამიტომ მთავარი მოთხოვნა არის სწორედ ეს. მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად მთელი მსოფლიოს და ქვეყნის მასშტაბით უამრავი ადამიანი ერთიანდება და სოლიდარობის აქციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარეობს, რამდენიმე წუთის წინ შემოუერთდა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი, მისი ძმა იმყოფება ახლა ჩვენთან ერთად, დავით სააკაშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და რომ გითხრათ, რატომ იმყოფებით აქ, მთავარი სათქმელი რა არის და რას ეუბნებით ამ აქციით სალომე ზურაბიშვილს? ჩვენი მთავარი სათქმელი რეალურად არის ის, რომ გვეყოფა ერთ წრეზე სიარული, გვეყოფა პრეზიდენტების ყლა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ისტორია, ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ქვეყანას რეალურად დაიმკვიდროს ადგილი ევროპის ოჯახში. შესაბამისად, განსაკუთრებით ბოლო მოვლენებმა დაანახა ყველას, თუ რამძიმე მდგომარეობაშია ამ შემთხვევაში მიშა, ჩემი ძმა, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, რომ მისი ჯანმრთელობა არის რეალურად რისკის ქვეშ და ამას მეტყველებს არა მარტო თქვათ მისი ვიზუალიზაცია, ამას მეტყველებს ამაზე დაიდო დასკვნა
სპეციალური კონსილიუმების, კომისიების შესაბამისად მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელმა დღემ აჩვენა და უნდა აჩვენოს მსოფლიოს თუ რეალურად საითკენ მივიდივართ ჩვენ. ანუ ჩვენ დღეს უნდა დავამტკიცოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვართ ჰუმანური ხალხი, კაცთმოყვარე ხალხი და ჩვენ გვჯერა დღევანდელი დღის იმ გაგებით, რომ ამ შემთხვევაში უნდა გადავარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. დიდი მადლობა თქვენ უსმენთ მიხეილ სააკაშვილის ძმას დავით სააკაშვილს. სოლიდარობის აქცია კი სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან ამ წუთებშიც გრძელდება. ადამიანები, უამრავი პროფესიის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გამოდიან. მთავარი სათქმელი ამ სოლიდარობის აქციების არის, რომელიც დანიშნულია როგორც დაანონსებული როგორც ქვეყნის, ასევე ქვეყნის გარეთ. მთავარი სათქმელი არის ის, რომ სიჩუმე კმარა, დრო აღარ ითმეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღურად სულ უფრო მძიმდება და ის აუცილებლად უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. მადლობა ჟანა, ჟანა აკოფაშვილი იყო.